დღეს მოდი ვისაუბროთ galaktikებზე და მიზიდულობაზე. ვიცით, რომ დედამიწა არის პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, ეს არის ჰელიოცენტრული მოდელი და მზის სისტემა კი არის ჩვენთვის უზარმაზარი და მოიცავს პრაქტიკულად ყველაფერს, რაც ადამიანს გაუკეთებია, გარდა 1-2 ვოიაჟერისა. მაგრამ კოსმოსურ მასშტაბებზე როცა ვსაუბრობთ, მზის სისტემა სინამდვილეში საკმაოდ პატარაა. ჩვენ მიერ კოსმოსში გაგზავნილ ყველაზე შორს მყოფ ვოიაჟერ 1-საც კი უახლოეს ვარსკვლავამდე გავლილი აქვს მანძილის 0.1%-ზე ნაკლები. ანუ ჩვენი მზის სისტემა არის მცირე ნაწილი ძალიან დიდი სტრუქტურის. მზე არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ასობით მილიარდი ვარსკვლავიდან, რომელიც ჩვენს galaktikაშია, ირმის ნახტომში. და ჩვენი galaktika არის ერთ-ერთი რამდენიმე ათეული galaktikიდან, რომლებიც ეკუთვნიან ლოკალურ ჯგუფს. და ზოგიერთი galaktika ეკუთვნის კიდევ უფრო დიდ სტრუქტურებს, რომლებსაც ეწოდებათ galaktikების კლასტერები. ძალა, რომელიც დედამიწას აკავებს მზის ორბიტაზე და ძალა, რომელიც ყველა ამ galaktikას აკავებს ერთად, ერთ ჯგუფად, არის ერთი და იგივე ძალა გრავიტაცია. ეს არის იგივე ძალა, რაც იწვევს იმას, რომ მაგალითად ბურთს თუ ააგდებ, ისევ დაეცემა დედამიწაზე. გრავიტაცია არის ძალა ორ სხეულს შორის, რომელთაც გააჩნიათ მასა და ეს ძალა მიიზიდავს მასის მქონე სხეულებს ერთმანეთისკენ. იქნება ეს ბურთი და დედამიწა თუ ორი galaktika. და ამ მიზიდულობის ძალა დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი არის სხეულის მასა, რაც უფრო დიდია მასა, მით უფრო ძლიერი არის ეს მიზიდულობის ძალა. და მეორე, სხეულების ცენტრებს შორის დაშორება, ან მანძილი. რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო სუსტია გრავიტაციული ძალა. მაგალითად, ადამიანს უფრო დიდი მასა აქვს, ვიდრე ვთქვათ ჩოგბურთის ბურთს, ასე რომ დედამიწა უფრო დიდი ძალით იზიდავს ადამიანს, ვიდრე ჩოგბურთის ბურთს. ამიტომაა, რომ უფრო მარტივია ბურთი ააგდოს საში, ვიდრე ადამიანი. ასევე, ბურთი რომ დადო ვთქვათ ევერესტზე, ევერესტის წვერზე, დედამიწის გრავიტაცია ოდნავ უფრო სუსტი იქნება, ან ოდნავ უფრო სუსტი ძალით მიიზიდავს მაგ ბურთს, ვიდრე როცა ზღვის დონეზეა. მიზეზი არის ის, რომ დედამიწის ცენტრსა და ბურთის ცენტრს შორის იქნება განსხვავებული მანძილები. ოღონდ განსხვავება იქნება ძალიან მცირე. ახლა კოსმოსი არის სრულიად სხვა მასშტაბებზე. მაგალითად, დედამიწიდან მზემდე მანძილი არის დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრი. და რადგან ახლახან თქვით, რომ გრავიტაცია მანძილის ზრდასთან ერთად მცირდება, უпростоრად გრავიტაციული მიზიდულობის ძალა, მაშინ გამოდის, რომ ალბათ მზეს, რომელიც ასე შორსაა ჩვენგან და მაინც ამდენად ძლიერად გვიზიდავს, რომ მის ორბიტაზე ვართ, უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი მასა. და ასეც არის. მზის მასა არის დაახლოებით 2 ნონილიონი კილოგრამი, ან მიახლოებით 10-20 ხარისხში კილოგრამი. და ირმის ნახტომის galaktika, რომელიც კვინტილიონობით კილომეტრია, მზეზე დაახლოებით 1,5 ტრილიონჯერ უფრო მძიმეა, უფრო მეტი მასა აქვს. და ამ უზარმაზარი მასის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ირმის ნახტომი და ანდრომედას galaktika მილიონობით სინათლის წლით არიან დაშორებული ერთმანეთისგან, მაინც ისინი მიიზიდებიან ერთმანეთისკენ გრავიტაციული ძალით. და მეტიც ისინი მომავალში შეეჯახებიან კიდეც ერთმანეთს, ოღონდ ასე 5 მილიარდ წელიწადში. რომ შევაჯამოთ, ამ ვიდეოში ვთქვით, რომ დედამიწა ეკუთვნის მზის სისტემას, რომელიც ეკუთვნის galaktikas, რომელიც ეკუთვნის galaktikების ჯგუფს. ეს galaktikების ჯგუფებიც, galaktikებიც და მზის სისტემებიც, იმიტომ რომ მარტო ჩვენ არ გვაქვს სხვა ვარსკვლავებსაც აქვთ თავიანთი სისტემები, ყველაფერი ერთად შეკავშირებულია ერთმანეთთან გრავიტაციით. გრავიტაცია მასის მქონე სხეულებს ერთმანეთისკენ იზიდავს და უფრო სუსტია მცირე მასებისთვის, ან როცა მანძილი არის დიდი. და სუსტდება მით უფრო, რაც უფრო ნაკლებია მასა, ან რაც უფრო დიდია მანძილი სხეულებს შორის.